პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმართან ერთად დავბრუნდით. ჩვენი სტუმარი გახლავთ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი კონსტანტინე სურგულაძე. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა რომ მომიწვევთ. ბატონ კონსტანტინე, ჩვენ გვინდა გაგვაცნოთ სამინისტროს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და ასე შემდეგ. რა შეიცვალა თქვათ თქვენს უწყებაში, მას შემდეგ რაც თქვენ გახდით ამ უწყების სათავეში და რა არის თქვენი პრიორიტეტები? იცით რა შესაქმე ჩვენ საკითხს უდგებით ესე, ჩვენ უყურებთ იმას თუ რა ჭირდება ჩვენს დიასპორას და არ უდგებით ისე თუ ჩვენ რა გვინდა დიასპორისგან. ბუნებრივია, პრობლემა ძალიან ბევრია ჩვენ დიასპორისთვის საზღვარგარეთ. ბევრ კატეგორიად შეიძლება დაიყოს დიასპორა და ასევე პრობლემატიკა რაც ამასთან ახლავს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, არის დავუშვათ ორ ნაწილად დავყოთ, არის ლეგალურად ყოფი ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ, არიან არალეგალურად ყოფი თანამემამულეები. ორივეს ლეგალურსაც და არალეგალურსაც ორივეს ერთი პრობლემა აერთიანებთ. ეს არის თავის სამშობლოს მონატრება. პრობლემა არის მათთვის თავის ქვეყანაში ყოფნა. ძირითადად რა არის მიზეზი, რატომ წავიდნენ ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ? უმეტესწილად ეს არის ის ხალხი, ვინც თავის ქვეყანაში ვერ შეძლო სამსახურის შოვნა, ვერ შეძლო ღირსეულად შეენახა თავისი ოჯახი, ამიტომ იძულებული გახდა რომ რაღაც სხვა გზა მოენახა, წასულიყო საზღვარგარეთ და იქიდან მიეხედა თავისი ოჯახისთვის. ან წაეყვანა კიდევაც ოჯახი. როგორც ვთქვით, აქედან ნაწილმა მოახერხა რომ იქ ყოფილიყო ლეგალურად, ნაწილმა ეს ვერ მოახერხა. ეხლა მოდით ვნახოთ არალეგალურად ვინც არის მათ რა პრობლემები აქვს. მათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. იგივე ჯანდაცვა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი დაზღვევას ვერ აიღებენ, უმეტეს ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში. მათ არ შეუძლიათ პოლიციაში მისვლა, იმიტომ რომ მათთვის პოლიციაში მისვლა დეპორტაციას ნიშნავს. სამწუხაროდ ისე ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში, რომ მათ ასევე ძალიან უჭირთ საელჩოსთან კომუნიკაცია, უпроსოდ უჭირდათ და მათ ჰქონდათ გარკვეული შიში. საკონსულოში მისვლის ან საელჩოში მისვლის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალიან ცუდი ხმა დაიყარა კიდევაც და ეს არ ვიცი შეიძლება შეგნებულათაც იყო რომ თუ ისინი საელჩოში მივიდოდნენ მათ დეპორტაციას გაუკეთებდნენ. შესაბამისად ძალიან ხშირია შემთხვევები ამის გამო, როდესაც არალეგალურად ყოფი ჩვენი თანამოქალაქე ან თანამემამული ხდება ტრაფიკინგის მსხვერპლი ან რაღაც სხვა პრობლემებს წააწყდება. მათ ასევე არ შეუძლიათ სრულფასოვნად კარგად იმუშაონ, იმიტომ რომ ვინაიდან ისინი არ არიან ლეგალურად, ისინი ლეგალურ სამსახურს ვერ პოულობენ, შესაბამისად მათი ანაზღაურებაც არის მიზერული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამ ხალხის ის პოტენციალი, ის ძალა, რაც მათ გააჩნიათ, დიდწილად იკარგება და არ ადგება თავის ქვეყანას. ეს არის ერთი პრობლემა. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე და ვფიქრობთ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი პროგრამები, რათა დავეხმაროთ ამ ხალხს თავის ქვეყანაში დასაბრუნებლად. ვერც ერთი პროგრამა ვერ განსაზღვრავს ესე, რომ გინდა თუ არა ეს ხალხი უნდა ჩამოვიყვანოთ აქ. რა თქმა უნდა, აქვე უნდა იყოს მათი სურვილი და სურვილი ჩდება საიდან? თუ დავუშვათ მათ დაინახეს, რომ თავიანთ სამშობლოში მათ ელოდებათ სამსახური, ელოდებათ ნორმალური პირობები, გარემო, რა თქმა უნდა, ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და დაბრუნდებიან. მე ახლა გულისხმობ განსაკუთრებით არალეგალურად ყოფ ადამიანებს, რომ მათ განსაკუთრებით უჭირთ იქ და არ ულხინთ. და მე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, ბევრს ხვდებოდი საზღვარგარეთ და ყველას უმეტესობის სურვილი არის მაინც თავის სამშობლოში დაბრუნება. ამიტომ ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, რომ ხელი შეუწყოთ მათ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, ღირსეულად ჰქონდეთ მათ საშუალება სამუშაოსის, სამსახურის, მაგრამ ეს არ მოხდება სტიქიურად, არ მოხდება დღეს, არ მოხდება ხვალ, მათი ერთბაშად დაბრუნება, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული დროში გაწერილი პროცესი. ბატონ კონსტანტინე, აი არსებობს თუ არა საინტერესოა ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ცხადად გვიჩვენებდა იმას, თუ რამდენი მიგრანტი ყავს საქართველოს. აი მაგალითად სოფლიო ბანკის მონაცემებით 25% არის ჩვენი მოსახლეობის წასული საზღვარგარეთ. ეს საკმაოდ დიდი პროცენტია, მეოთხედი ჩვენ მინიმუმ მეოთხედი არის მაინც წასული. ეს არის ის აღრიცხვაც მოხერხდა. და კიდე რამდენი არის ესეთი, რომელიც არ არის აღრიცხული.
ეს საკმაოდ დიდი პრობლემის მაჩვენებელი ციფრია, ეს არ არის ჯანსაღი მიგრაცია, უпростоოდ ემიგრაცია. ვთქვათ, რომ აი მეცნიერულად 3-დან 7%-მდე არის ნორმალური ციფრი იმისთვის, რომ მიგრაციული პროცესები ხდებოდეს. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხდება ჯანსაღად დაუშვათ გამოცდილების გადინება, ან შემოდინება, ასევე ტექნოლოგიების გაცვლა, რაღაც კულტურული, ეკონომიკური და ესე შემდეგ. ეს ჯანსაღია. როდესაც 7-10% ხდება, ეს უკვე აღარ არის ჯანსაღი, ეს პირდაპირ ურტყავს ქვეყნის ეკონომიკასაც და ასევე დემოგრაფიასაც. აი ვთქვათ, ვინ არის წასული საზღვარგარეთ ძირითადად? ის ხალხი, ვისაც მუშაობის შრომის უნარიანი მოსახლეობა. ეს არის დაახლოებით 20 წლიდან 50 წლამდე. ეს არის ძირითადი, ესე ვთქვათ, ასაკი, რაც არის გადინებული. იგივე ასაკი არის, რომელიც იძლევა შთამომავლობას. და მათი შვილები ჩდებიან საზღვარგარეთ. მე ვერ ვიტყვი, რომ სულ ყველა ოჯახში ეს პრობლემაა, მაგრამ უმეტესობას აქვს იმის პრობლემა, რომ ეს ბავშვები შემდეგ ქართულად უკვე აღარ საუბრობენ. და ის, რომ ისინი აღარ საუბრობენ ქართულად, ქმნის სერიოზულ საფრთხეს იმისა, რომ ეს თაობა შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე იყოს, რომ შეიძლება დაიკარგოს. რატომ? იმიტომ, რომ ძირითადად ენა განსაზღვრავს ადამიანის ესე ვთქვათ, ფსიქოტიპს და აი როგორ გითხრათ, თუ ადამიანი არ საუბრობს რომელიმე ქვეყნის ენაზე, მას იმ ქვეყანაში ადაპტაცია უჭირს, მას უჭირს გაიგოს იმ ქვეყნის, იმ ხალხის, ვინც იქ ცხოვრობს, მათთან კომუნიკაცია მისთვის გაძნელებულია. ასევე უჭირთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან საზღვარგარეთ და არ იციან იმ ქვეყნის ენა, იქ ფეხის მოკიდება, სანამ ისინი იმ ენას არ ისწავლიან, ძალიან რთულ გზას გადიან თავის ცხოვრებაში. როგორც კი ისინი იწყებენ საუბარს იმ ქვეყნის ენაზე, მაშინვე ხვდებიან იმ ქვეყნის არსსაც, იმ ხალხის ცხოვრების წესსაც და მათთვის ინტეგრაცია იმ საზოგადოებაში არის ბევრად მარტივი. ასევე რთული არის იმ ჩვენ თანამემამულეებისთვის ადაპტაცია ჩვენ ქვეყანაში, ვინც არ საუბრობს ქართულად. შესაბამისად, ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე ჩვენი სამინისტროსი თქვენ ეს პირველ კითხვაში რაც გაინტერესებდა, არის ჩვენი თანამემამულეებისთვის ქართული ენის შესწავლაში ხელშეწყობა. ჩვენ ამისთვის გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროგრამა მომზადებული, რომელსაც ჩვენს თანამემამულეებს და საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ. მე მინდა ვთქვა, რომ არის ბევრი საკვირაო სკოლა გახსნილი საზღვარგარეთ, 200-ზე მეტი სათვისტომო არის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენს თანამემამულეებს, რომ მათ შეძლონ შეინარჩუნონ ქართული ენა, ბავშვებს ასწავლონ ქართული ენა, არ დაავიწყოთ, მაგრამ ეს ბოლომდე საკმარისი არ არის. საკვირაო სკოლები თქვენ წარმოიდგინეთ, კვირაში ერთხელ არის 1 ან 2 საათი და ეს მხოლოდ ხელს უწყობს მათ ერთმანეთში სოციალიზაციას და ასევე რაც აქვთ იმის შენარჩუნებას. იქ შეძენა საკმაოდ რთულია, ზოგი ახერხებს, მაგრამ ეს ძირითადად მაინც ძალიან რთულია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხი და ის ოჯახები, რომლებიც აი ესეთ მეგაპოლისებში ან ძირითად ქალაქებში, სადაც სათვისტომოებია შექმნილი, იქ არ ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ ასობით კილომეტრი დაშორებით ესეთ ადგილებიდან და მათთვის, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ბავშვების ან თვითონაც რომ მივიდნენ ამ სათვისტომოებში და ამ ჩვენ კულტურულ ცენტრებში, მათთვის ეს შეუძლებელია. აი მათ რა უნდა ქნათ, მათ რა დააშავეს, ხო, მათ როგორ უნდა დავეხმაროთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა, აი ხა ვიტყვი ამას, მაგრამ შემდეგ როდესაც ეს პროგრამა უკვე დასრულებული იქნება გასაშვებად, ამას უფრო სიღრმისეულად გაგაცნობთ მომავალში. მე ხა გეტყვით, რომ ეს არის ონლაინ სწავლების პროგრამა, რომელსაც ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად აუცილებლად კარგად დავამუშავებთ, ეს იქნება ცოცხალი გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი აქედან ჩაუტარებს ბავშვებს ან დასრულებსაც საზღვარგარეთ. სპეციალური პროგრამა ინტერნეტის საშუალებით, სადაც აი რო წარმოვიდგინოთ
როგორი პარალელი ცით აი Skype-ის საშუალებით ხო არის საუბრის საშუალება რა. აი დაახლოებით ასეთივე პროგრამა იქნება, ოღონდ მასწავლებელი იждდება ოთახში და ვიდეო თვალით და ბავშვები დაინახავენ მასწავლებას, ეს იქნება რაღაც ერთგვარი საკლასო ოთახივით მასწავლებელთვის და ცოცხალი გაკვეთილის ჩატარება შეძლებს რომ ბავშვები ერთმანეთში დიალოგით ასაუბროს, რაღაც აზერპიროებით თუ საჭირო იქნება. დანერგილია ისე ეს მეთოდი? იცით რა არის? არ ვიცით ჩვენ სოფლიოში დანერგილია თუ არა, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ესეთი ფორმით დავეხმაროთ იმ ხალხს, ვისაც არ აქვს საშუალება რომ ამ საკვირაო სკოლებში იაროს ან რაღაც სხვა დაწესებულებებში და სხვათა შორის ალბათ ის ხალხიც კი დაინტერესდება, ვისაც საკვირაო სკოლებთან ხელმისაწვდომობა აქვს, რატომ? იმიტომ რომ ეს იქნება სრულფასოვანი გაკვეთილები. მათ შეძლებათ ისწავლონ ქართული ენა, შეძლებათ ისწავლონ საქართველოს ისტორია და უშუალოდ ან გეოგრაფია და ესეთი საგნები, რაც მათ საქართველოსთან კავშირს, იდენტობას კიდევ უფრო გაამყარებს. ბატონ კონსტანტინე, აი საინტერესოა მინდა გკითხოთ თანამემამულის მოწმობასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, რომ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ სახელმწიფოს და ქართულ დიასპორას შორის არ გაწყდეს კონტაქტი. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამოსავალი. არსებობს შექმნილია თანამემამულის მოწმობა, თუმცა მას შემდეგ, რაც თქვენ ამ უწყების სათავეში ხართ, ფიქრობთ, რომ ის აუცილებელ ცვლილებებს მოითხოვს. რა ცვლილებებზეა საუბარი და ძალიან ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ მე მინდოდა ამის განმარტება გამეკეთებია საზოგადოებისთვის, ჩვენ თანამემამულეებისთვის. იცით რა შეასახმე, ჩემის აზრით დაშვებული იყო ხარვეზე ამ კანონში. ეს ჩემი აზრია, ამას რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომ კიდე განვიხილავთ. თანამემამულის კომისიაში ჩვენს განვიხილეთ და პრინციპში შევთანხმდით და ამას შემდგომ ჩვენ სხვა დონეზეც ავწევთ. როგორ არის იცით, კანონით ესე გამოდიოდა, რომ თანამემამულის მოწმობა იყო ფასიანი და ვადიანი. უпростоროდ თანამემამულეობა იყო ფასიანი და ვადიანი. ეს რაღაც ჩემთვის მიუღებელი იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება თანამემამულე იყოს მხოლოდ მოწმობით თანამემამულე. ის თანამემამულია ისედაც, ხოლო მოწმობა ადასტურებს მის საბუთითაც და უსაბუთითაც მომენტად. ხო ხდებით რა თანამემამულე არა. უბრალოდ აი რა პრივილეგია აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამ ბაზას ფლობს ამ მოწმობას. ძალიან სწორად დასვით, ჩვენ ვაპირებთ ესეთი ცვლილების შეტანას კანონმდებლობაში, რომ თანამემამულის მოწმობა არ განსაზღვრავს თანამემამულის სტატუსს. თანამემამულეს ამ მოწმობის აღებით, როგორც თანამემამულეს შეუძლია ისარგებლოს რაღაც გარკვეული შეღავათებით, იქნება ეს სწავლება საქართველოში, იქნება სპორტულ ღონისძიებებში, უფრო მარტივად ხელმისაწვდომობა, რომ მიიღონ მათ მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში, იქნება ასევე მათთვის საშუალება, რომ უვიზოდ შემოვიდნენ, თუ მათ ვიზა ჭირდებათ საქართველოში და გაჩერდნენ რაღაც პერიოდი თავის ქვეყანაში. აი ესეთი შეღავათები არის და აი ამ შეღავათების სარგებლობისათვის მათ შეუძლიათ უკვე აიღონ თანამემამულის მოწმობა. ეს ჩემთვის უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა, რომ რაღაც გარკვეული სარგებელისთვის მათ აიღონ ვადიანი და ფასიანი დოკუმენტი, ვიდრე მათი სტატუსის დამადასტურებელი იყოს ვადიანი და ფასიანი დოკუმენტი. კეთილი. და ბატონ კონსტანტინე, აქვე მინდა გკითხოთ, საინტერესოა, სხვა დროს არასდროს არ მიფიქრია ამაზე, ანუ აი ყველაზე მეტი მიგრანტი რომელ ქვეყანაში ყავს საქართველოს? ვიცით რა შესაქმე, ამაზე ოფიციალურ, არა, ამაზე ოფიციალური ესეთი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალურად ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, არის ძირითადად რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ამერიკა, უკრაინა, შემდეგ ევროპის ქვეყნები, იტალია, ესპანეთი და ესე შემდეგ გერმანია, საფრანგეთი. ანუ აი დაახლოებით აი ესეთი ნაწილდება ეს რიცხვი. ესეთი მიმართულებით არის. ესე იგი, საუბრს ასყიში რო თქვით, რა საგანგაშო პროცენტია 25% მათ ეს ოფიციალურად და უნდა ვივარაუდოთ, რომ 3-7%-მდე დასაშვები თურმე და ესე ყველანაირ ზღვას ვაჭარბებთ. დიახ, ნუ აი რაღაც ჩემს აზრით ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ერისთვის. აი გამოსავალი წარმოიდგინეთ, ის ხალხი როცა მუშაობს საზღვარგარეთ, ისინი იღებენ რაღაც გარკვეულ ხელფასს. რა თქმა უნდა, მათი შრომის ანაზღაურება იქ არ არის ადეკვატური იმისა, რასაც ისინი
ენერგიას ხარჯავენ და ენერგიის ხარჯვა იქ გამოიხატება რაღაც პროდუქტის შექმნასთან. ანუ ისინი ძალიან ნიაფად ქმნიან ბევრად უფრო ძვირად ღირებულ პროდუქტს. იმის იმპულსი იქ დახარჯვაში ისინი ასევე გადასახადებს იხდიან და დოვლადს უქმნიან იმ ქვეყანას. მაშინ, როდესაც ეს ხალხი როცა თუ იმუშავებდა თავის ქვეყანაში, ისინი შექმნიდნენ ბევრად უფრო მეტ პროდუქტს თავისი ქვეყნისთვის, თავისივე ქვეყანაში გადაიხდიდნენ გადასახადს და აი ეს გადმორიცხვები, რაც სტატისტიკურად ჩვენ ვიცით საბანკო ხაზით, რაც არის დაფიქსირებული მილიარდზე მეტი არის, მილიარდ 300 მილიონია თუ არ ვცდები წელიწადში. ის იქნებოდა ჩემის აზრით 5ჯერ და 6ჯერ უფრო მეტი სარგებლის მომტანი, თუ ისინი თავის ქვეყანაში შეძლებდნენ თავიანთი თავის რეალიზაციას. მაგრამ ამაში რა თქმა უნდა თვითონ სახელმწიფომ ქვეყანამ უნდა შეუწყოს მათ ხელი, უნდა შეუქმნას ნიადაგი იმისთვის, რომ მათ კონდეთ საშუალება ჩამოვიდნენ თავიანთ ქვეყანაში და აქ იმუშაონ. ამისთვის უნდა შეიქმნას კარგი ბიზნეს გარემო, ამისთვის უნდა შეიქმნას კარგი საინვესტიციო გარემო და როდესაც ქვეყანაში იქნება ინვესტიცია და ბიზნესი თავისუფალი და უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს ხორციელდება, სამუშაო ადგილებით შეიქმნება და მათთვის დაბრუნება ქვეყანაში იქნება ბევრად უფრო მარტივი. დიდი მადლობა. დაამატეთ და დავასრულოთ. ბრძანეთ. ასევე ჩვენ მივესალმებით ჩვენ თანამემამულეებს, რომელთაც სურთ თავიანთი საზღვარგარეთნაშოვნი კაპიტალის ან ბიზნესის შემოტანა ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა დღესვე დავიწყოთ მათ დღესვე უნდა შევუწყოთ ხელი, იმიტომ რომ ისინი თვითონ შექმნიან კიდე ახალ სამუშაო ადგილებს. კეთილი, დიდი მადლობა, სწორედ ამ სახელმწიფოს წარმოადგენთ თქვენ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით ყველაფერი პროგრესულად განვითარდება და ჩვენი უწმინდესი ძალიან ხშირად ბრძანებს ხოლმე იმის შესახებ. ერთ-ერთი ძალიან დიდი გულის ტკივილი არის ის, რომ დაბრუნდნენ ქართველები საქართველოში, თუმცა იმის გარეშე რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, მართლა ძნელია და წარმოუდგენელი მათი დაბრუნება, იმიტომ რომ მათ რეალურად ყოველთვის მათმა უმრავლესობამ ვერ შეძლო საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ცოდნის თუ გამოცდილების რეალიზება და ჩვენ შევეცდებით რომ ამ საშუალება მივცეთ. კეთილი და ჩვენი იმედი გვაქვს რომ კიდევ გვესტუმრებით სხვა დროს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ გეგმებზე და პროექტებზე ვისაუბრებთ. შევახსენოთ ტელემაყურებელს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი კონსტანტინე სოგულაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი.